კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო, მშვენიერი აკომპანიმენტი მაქვს წვიმის სახით. ისე გემრიელად უკაკუნებს სახურავს, რომ რა ვიცი, ეხა გაშლას კი არ უნდა ვწერდე, უნდა ვიჯდე წიგნს ვკითხულობდე და ან რაიმე ისეთ ფილმს ვუყურებდე და მოკლედ ვტკბებოდე. მაგრამ რაღაცნაირად მომინდა რომ თქვენთვის კიდე ერთი გაშლა ჩამეწერა და ხო რა მაინტერესებს იცით? წინა გაშლაზეც მინდოდა და მეკითხა და აი დამავიწყდა. თქვენ სათაურების მიხედვით არჩევთ ვიდეოებს, იმიტომ რომ ზოგჯერ რეალურად ისეთი საჭირო ინფორმაცია შეიძლება გავაჟღერო ვიღაცისთვის, რომ არ ნახოთ და აი კონკრეტული სათაურების ვიდეოებს ბევრად მეტი ნახვა აქვს. ეს ვერ ამოვხსენი, ალგორითმი აკეთებს ამას YouTube-ის, როდის რა დროს უნდა განვათავსო თუ როგორ არის, ცოტა ჩამორჩენილი ვარ მე ტექნოლოგიებს და ვერ მივხვდი თუ თქვენ უბრალოდ სათაურების მიხედვით არჩევთ, თუ ვინმე მიცით, იქნებ მეც გამაგებინოთ მადლიერი დარჩებით. და დღეს აი უსათაურო გაშლას ვაკეთებ. პირველი მეორე ვარიანტი, რასაც ტარო მოგვიყვება, მოკლედ მივყვეთ იმას, რა ხდება თქვენს თავს. რა ამბავი გაქვთ, ხო? ჯერ ვინ ხართ ეს ვნახოთ. ой რაც არ უნდა კარგად იყოთ, სულ ღარიბი ხართ, რაც არ უნდა ბევრი სიკეთე მოდიოდეს თქვენსკენ, სულ წუწუნებთ, ვერ ხედავთ წინსვლას, ვერ ხედავთ გამოსავალს, სულ გგონიათ რომ მარტო იქნებით, სულ შიშები გაქვთ, სულ ეჭვები გაქვთ და არ ვიცი, შესაძლოა ვიღაცებს მართლა ბევრი ვალიც გქონდეთ და საიდან რა როგორ უნდა გავართვა თავი და როგორ გავაკეთო, არ ვიცი. აი ესეთი ენერგიები მომდის. კარგით, აბა რა ხდება თქვენს პირადში? თქვენს სამსახურებრივ სფეროში და ზოგადად ნახოთ რა თემები მოდის თქვენი ენერგიებიდან, ხო? რა ხდება თქვენს პირადში? ებღაუჭებით ძველს, რომელთანაც დღეს ურთიერთობა არ გაქვთ. შეიძლება ბლოკებშიც გყავთ, შეიძლება ბლოკებში არ არის, მაგრამ ურთიერთობა არ არის აქ. დაკვირვების პერიოდია უფრო დაკვირვების პერიოდია და აი რომ იტყვიან, იცით როგორ სტადიაშია ეს ურთიერთობა, რომ ამის მერე ან უკვე ოჯახი უნდა იყოს და სხვა საფეხური, ან საერთოდ უნდა დაასრულოთ ეს ურთიერთობა და ეს ძალიან დიდ ტკივილს გაყენებთ. ხო, ნაწყენი ხართ, რაღაცნაირად იმედგაცრუებული ხართ, მე იმდენი ვიწვალე, მე იმდენი ჩავდე, მე ასე, მე ისე და აი ვერ დაინახა და ნუ მოკლედ ეს მომენტები მოდის. რა ხდება, დაოჯახებული ადამიანია ის ან თქვენ. ერთ-ერთი მხარე შესაძლოა სტაბილურ ურთიერთობაში იყოთ და ხო არ ვიცი, თქვენი ქმედებები დღეს ისე გიტრიალდებოდეთ, რომ ბევრ რაღაცაზე კითხვების დასმაც გიწევდეთ და პასუხების მიღებაც, ანუ ასე ვთქვათ, რეპორტიორიც თქვენ იყოთ და მოპასუხეც რესპონდენტიც, ხო? მონატრება გაქვთ, მიზიდულობა გაქვთ, საშინლად სურვილი გაქვთ ამ ადამიანთან ურთიერთობის, მაგრამ თან გაურკვევლობა, თან ძალიან შეშინებული ხართ, დანაკარგის შიშიც გაქვთ, ჩამოკიდებული მამაკაცის პოზიციაში ხართ, ანუ ვერაფერნაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებთ, ვერანაირ ქმედებას ვერ მიმართებთ, უბრალოდ ესე ხელებ ჩამოყრილით გახართ და უყურებთ სიტუაციას რა იქნება. კი ბატონო, აქ გეუბნებით რომელიღაცა მხარე არის, ან კვადრატიც შეიძლება იყოს, არც ამას გამოვრიცხავ და თან გინდათ რომ სწორი იყოთ, თან გინდათ რომ ისე გააკეთოთ ეს ყველაფერი, რომ ანუ ნაკლები დანაკარგები და ნაკლები ტკივილები მოყოს და ვერ გაგიგეთ რა უნდა, როგორ უნდა მოიქცეთ. კაი, ამას მომავალსაც ვნახავ ერთი წამი. სამსახურში რა ხდება? სამსახურში სტაბილურობა გაქვთ, სამსახურში არ გაქვთ სანერვიულო, ყოველ შემთხვევაში დეფიციტი აქ არსად არაფერში მიჩანს. ყოველდღიურობაში რა ხდება? ყოველდღიურობაში თუ ვინმეს რამე საბუთის თემა გაქვთ მოსაგვარებელი ან რაღაცა გაქვთ დაგეგმილი, გამარჯვება და წინსვლა ნამდვილად მოდის თქვენს სიტუაციაში, მაგრამ პირადს მინდა ჩავყვე რა იქნება. გავიგეთ, ემოციები რო არ იყოს ამ დღეში არც იქნებოდა ეს ადამიანი.
როგორი მომენტია ჩემო კარგო ადამიანებო, იცით, აქ სავარაუდოდ იქნება პატარა კონტაქტი თქვენს შორის და უკვე საკუთარ თავს კი აღარ დაუსვამთ კითხვებს, ერთმანეთთან დასვამთ კითხვებს და გაარკვევთ ბოლო-ბოლო სად როგორ და რანაირად. მე ეს მოცემულობა მაწყობს, შენ ეს მოცემულობა გაწყობს. თუ და ორივეს ეს მოცემულობა გვაწყობს, თქვათ, ხო? კი, არა, აქ იქნება შეხვედრა აუცილებლად, იმიტომ რომ მონატრება და წარსული ემოციები და წარსული სიტუაციები რაღაცნაირად აღდგება, ერთი პერიოდი აღდგება. ძალიან მალე ელოდეთ კიდეც ამ ზარს ან SMS, ვისთანაც ახლა თქვენ დღეს ასე ვთქვათ, გარკვეული ტიპის პაუზა გაქვთ და ახალი ციკლის დასაწყის მიჩვენებს. ყოველ შემთხვევაში თქვენ კითხვებზე პასუხებს აუცილებლად მიიღებთ. კაი ბატონებო. მადლობა პირველ ვარიანტს და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. მოდი მეორე ვარიანტს აი ამ დასტაზე გავაკეთებ. აბა მანახეთ ვისთვის არის გაშლა. ოხო, სამხედრო ადამიანი შეიძლება მიყურებთ ან ყოველ შემთხვევაში ისეთი პროფესიის ადამიანი, ვისი ცხოვრებაც მუდმივად პროფესიიდან გამომდინარე რისკის ქვეშ დგას. ამავდროულად ძალიან დამანგრეველი ენერგიების მატარებელი ხართ თქვენ თვითონაც. სადაც გაივლით, თქვენს კვალს ტოვებთ, ყოველ შემთხვევაში თქვენთან შემხვედრი ადამიანი, თქვენთან ურთიერთობის მერე მე არ გულისხმობ ახლა მაინდა-მაინც რაღაცა სხვა ტიპის ურთიერთობის, თუნდაც მეგობრობის, თუნდაც ნაცნობობის მერე, ისეთი ვეღარ იქნება, როგორც თქვენამდე, ანუ მის ცნობიერებაში აუცილებლად რაღაცა რევოლუციებს შეიტანთ. რევოლუციებს, თქვენ ევოლუციები არ გაახასიათებთ პირდაპირ. და ესეთი ხო, დადებითი დარტყმაც მყისიერი და უარყოფითიც მყისიერი. მეტი თქვენ ესე ნაბიჯ-ნაბიჯ თქვენი სტილი არ არის. ძლიერი ადამიანი ხართ, მარტივად ადაპტირდებით ყველაფერთან და ზუსტად იცით, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ცხოვრება გრძელდება. ნახოთ, აბა თქვენს პირადში რა ხდება, თქვენს სამსახურებრივ თემაში რა ხდება და რა ხდება ზოგადად ცხოვრებაში. თქვენს პირადში მარტო ხართ, აბსოლუტურად არაფერი ხდება ახლა. თქვენს თავთან ხართ, ან თქვენს სიტუაციებს აანალიზებთ. თითქოს იცით როგორი მომენტი გაქვთ, რომ არც მიჭირს მარტოობა. აი ესეთი ენერგიებიც მომდის. სხვათა შორის, ახლა რასაც გავაჟღერებ, ბევრისთვის შეიძლება არაპოპულარული იყოს, მაგრამ მე რისი თქმაც მინდა უნდა გითხრათ. ჩემო კარგო ადამიანებო, დღეს რატომ ხაც თითქოს აი ერთგვარად სამარცხვინო დაავადებად იქცა მარტოობა. აუ მარტო ხარ? კი, მარტო ვარ. მე რა პრობლემაა რომ მარტო ვარ? თითქოს აი ირიბი იძულება მოდის, რომ რატო უნდა იყო მარტო დღეს? არა და რეალურად იმას ნიშნავს, რომ მარტო ვარ, ისე იგი ვფიქრობ, ხო, ცოტა მეტ რაღაცებს ვაკვირდები, ვიდრე ვთქვათ ვიღაცა. ცოტა მეტი დროც მაქვს ჩემი სიმარტოვიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ხა 5 შვილის პატრონს და 2 სამსახურის პატრონს არ ექნება ის დრო, ხო, რომ დაჯდეს და იფიქროს. ანუ ეხლა აი ამ პერიოდში სხვა შეს რატომ უკაცრავად? რატომ გამახსენდა, არ ვიცი, მაგრამ ახლა დეკარტისთვის რო გეკითხა დღევანდელ თანამედროვეობაში რა, რომ რას ნიშნავს მარტოობა, ის იტყოდა, რომ მე ვფიქრობ და ვარსებობ. ძალიან მარტივად გეტყოდა, ხო? ეს ნიშნავს, რომ მაგრამ უпростоრად მე ვფიქრობ, მაგრამ და ვარსებობ, ხო თქვა დეკარტმა, ანუ არასწორად წავედი. და დღევანდელ დროში რო გეკითხა, ხო, რომ რას აკეთებ? გეტყოდა, რომ მარტო ვარ. და ეს ნიშნავს, რომ ვფიქრობ. და ეს ნიშნავს, რომ ვფიქრობ და ვარსებობ. ანუ ძალიან დიდ დროს ათავისუფლებს სიმარტოვე ფიქრისთვის და ამისთვის ყველა მზად არ არის. თქვენ მზად ხართ. მიმიხვდით? აი ცოტა განსხვავებული ადამიანიც უნდა იყოთ, ადამიანებს აბნევდეთ კიდეც თქვენი განსხვავებულობა. მაგრამ აი რატომ მომდის ეს ინფორმაცია არ ვიცი, მაგრამ ვისაც არ აბნევთ, იმისი კიდევ თქვენ გეშინიათ. რატომ მომდის ესეთი ინფორმაცია ღმერთო ჩემო? რომ ვისაც თქვენ არ აბნევთ, იმისი კიდევ თქვენ გაქვთ თითქოს შიში, კი ბატონო. ანუ ვინც თქვენთან შემოდის სამყაროს ენერგიით,
რომ მე გცნობ შენ, მე მესმის შენი და მე მჯერა შენი ხელახლა დააბადების შენი ასე ვთქვათ შინაგანი სამყაროს გადასხვა ფერების რასაც ახლა შენ აკეთებ რომ ამას ეს მოყვება ხო და შენ ცვლი საკუთარ თავსაც ცვლი შენს გარემოს თქვენ აი ესეთი აი როგორ გითხრათ გიჩნდებათ შიშები გიჩნდებათ უფრო სწორედ შიში გიჩნდებათ რომ არ მიეჯაჭვოთ ნახეთ როგორი მომენტია წარსულის სცენარის გამეორების გეშინიათ და როგორც კი სუფთა ენერგიას დაინახავთ თქვენ მხარდამჭერ ენერგიას დაინახავთ ადისტანცირებთ რომ არა ანუ თავს უწესებთ ბარიერს რომ არ შევალ მეტი და დაგ ურთიერთობაში იმიტომ რომ მე თუ აქ ბიჯაჭულობა დავემართა ვეღარ ვაკონტროლებ ვეღარ საკუთარ თავს ვეღარც იმას და გეშინიათ რომ კონტროლს დაკარგავთ და ვიღაცა ისე წარეთ ჩაგარტყამთ ზურგიდან როგორც თქვა რატო მომდის ეს ინფორმაცია რომ ჩაგარტყეს რატო მომდის წარსულში რა იყო ბაბა აჰა ბატონო რა გავაკეთო თქვი და დამიდასტურა ტარომა ჩაგარტყეს კიდეც და გაგამწარეს კიდეც ძალიან და აი ეს წარსულის მომენტები მოდის ჩემო კარგო ადამიანებო მამაკაცებოც და ქალებოც ვინც მიყურებთ და იმ ძველი მტკივნეული ამბების მერე ვეღარ ხვდებით ყველა გგონიათ მანიპულატორი ყველა გგონიათ აი ნახეთ ყველა ადამიანში ხედავთ ჯადოქრს ყველა ადამიანის გეშინიათ. ყველასთან გგონიათ, რომ დასკრინეთ და ნახეთ, აი ვისაც გაქვთ თუ კიდათ და გქონდეთ ცოტა ხანი, შეიძლება რაღაცაში შეგეშველოთ ეს ორი არკანი ერთად. ფიქრობთ, რომ ის თქვენზე მაგარია, ვინც შემოდის. მე ხომ ვარ და ვხვდები ყველას და ვცნობ. და მაქვს მაგის ენერგიები ამბობთ, ხო? მაგის ასე ვთქვათ. ეს როგორც კი დაინახავთ, აი თანაბარ ენერგიებს და თანაბარ ადამიანს როგორც კი დაინახავთ, შეგიჩნდებათ. გგონიათ, რომ ცდებით, გგონიათ, რომ ეს ის არ იქნება, გგონიათ, რომ მოტყუდებით და ისევ ძალიან გეტკინებათ. აი, რა იქნება სამომავლოდ? იქნება რამე თქვენს პირად ცხოვრებაში საინტერესო? იცით რა, გამოხვალთ თქვენ ამ ჩიხებიდან, თვით ცენზურიდან, თვით დაბრკოლებებიდან, თვით შიშებიდან, აი ამ დაკიდებული კაცის ენერგიებიდან გამოხვალთ, თქო ამას დრო დაჭირდება, ეს არ იქნება დღეს და ხვალ. არ იქნება ეს დღეს და ხვალ. შეიძლება ვიღაცა ადამიანმა გამოგიყვანოთ და ეს ადამიანი თვითონ თავისუფალი არც იყოს. კი. განსხვავება იყოს თქვენს შორის ან ასაკში, ან ოჯახობრივ სტატუსებში, ან რელიგიაში, ან რაღაცაში და აი ამ ადამიანმა გამოგიყვანოთ თქვენ აი ამ სიტუაციიდან. ოღონდ დიდი ალბათობით ეს ოჯახიანი ადამიანი იქნება. ხო, რასაც ხედავ ის არის. სამსახურში რა ხდება? ნუ სამსახურში დიდი ვერაფერი. სადაც ხართ, იქ ხართ გაჩერებულები, საკმარისი არის თანხა, მაგრამ არ არის ზედმეტი, ხო? პირიქით უფრო მეტიც შიში გაქვთ, რომ რაღაცებს ვერ ამყოფინებთ. და რომ იტყვიან ესე ძალიან ისე დაგკარკარებთ რა, თითოეულ თეთრს, მაგრამ მიჩანს წინაურდებით, იქნება რამე არჩე. ახალი შესაძლებლობა მოდის, მეგობრებო. კი, ახალი რაღაც ჩნდება თქვენს ცხოვრებაში და შეიძლება ჯერჯერობით დაკვირვების პროცესია, ჯერჯერობით განხილვის პროცესია. თან ფიქრობთ შევძლებ, არ შევძლებ, რა იქნება, როგორ იქნება. შიში გაქვთ, რომ გაგიმართლებთ თუ არა, მაგრამ არა, მოვა ახალი პოზიცია, ცოტა უფრო მეტი ანაზღაურებით. კი, თქვენ გადანაცვლება გამოგდით. და იმპერატორი რაღაც სხვა პოზიციაზე გადასვლას მიჩვენებს თქვათ თუ დაწინაურება არა და ზოგადი ენერგიები ახალი შანსები გიჩვენთ ყველა მიმართულებით ისე რომ ჩემო კარგო ადამიანებო დაფიქრდით იმაზე რაც გითხარით ვიღაცისთვის ნამდვილად იქნება აქ გზავნილი საჭირო და უნიშნელოვანესი თქვენი ცხოვრებისთვის ამიტომ რაც ვისაუბრებ ვფიქრობ რომ აუცილებლად წაგადგებათ
უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ თვითონ თქვენთაგანს ნდობისა და ერთგულებისთვის, იმისთვის რომ მირჩევთ ჩემს არხს და რაც თავში ვთქვი, აქაც გავიმეორებ. ძალიან გთხოვთ, თუ ვინმე მიცით ეს რა მექანიზმით ხდება, რომ კონკრეტული სათაურის ვიდეოები მუდმივად ძალიან ისეთი მსმენელების ეპიცენტრშია და ზოგი საერთოდ არა, ეს მართლა სათაურის ბრალია თუ რაიმე ალგორითმის. მადლობა, დაგემშვიდობებით.